მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემაში თქვენ ნახავთ კახეთის სოფელ წნორში გადაღებულ ისტორიას. 2 წლის წინ ქალბატონი დალი მაკაცარია თბილისიდან საცხოვრებლად კახეთში გადავიდა და ეს ისტორიაც ამ დღიდან იწყება. ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებს დაუთმო. თვითონაც მათთან ერთად ცხოვრობს და თან პროფესიით პედაგოგი ბავშვების ფსიქოლოგად მუშაობს. ქალბატონ დალის ამ საქველმოქმედო საქმეში სხვებიც ეხმარებიან. უნდა შეზღუდულები უკვე მღერიან, ხატავენ, წერენ და კითხულობენ. ეს 2 წლის შედეგია. შემოწირულობებით ცხოვრება უჭირთ, მაგრამ ეს ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე არ აისახება. ასე რომ მოდით ერთად ნახოთ ცხოვრება სხვისი შვილებისთვის. დალი მაკაცარიას ისტორია იმედის გმირებში. თითქმის 2 წელია უკვე წნორში ვცხოვრობ და ყავს მე ოჯახში 21 ბავშვი, ბენეფიციარი, რომლებიც უნარშეზღუდული ბავშვები არიან თავიანთი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით. მათ აუცილებლად მზრუნველობა და დახმარება სჭირდებათ სხვის მეშვეობით. ეს ბავშვები სკოლებში ვერ დადიოდნენ. ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ და მათთვის ყველაფერი აბსოლუტურად უცხო. კომუნიკაცია, მეგობრული დამოკიდებულება ბავშვებს ერთმანეთთან არ გააჩნდათ. ძალიან მოწყენილები იყვნენ და საკუთარ თავში ჩაკეტილები, გულჩართხრობილები. რატომღაც მე როგორც პედაგოგი მთელი 27 წლის პედაგოგიური სტაჟი მაქვს, მე თბილისში სკოლაში მუშაობდი. ძალიან ახლოს მივიტანე მათი ეს მდგომარეობა და სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, რომ მე ეს ბავშვები ჩემთან სახლში შემოვიყვანე და ჩემს საკუთარ სახლში, რომელიც 2 წლის წინ შევიძინე ქალაქ წნორში და უკვე აქ ვცხოვრობ, მათ დაუთმე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ არ გქონია ჩვენ საშუალება, რომ სრულყოფილი კვება მიგვეწოდებინა ბავშვებისათვის საკვები, რადგან ჩვენ მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების მეშვეობით ვარსებობთ, მაინც რაღაცას ვახერხებთ. ეს 21 ბავშვი, რომელიც ჩემთან ცხოვრობს, იმდენად სითბო შემოიტანეს ამ ბავშვებმა, იმდენად თბილები არიან, მოსიყვარულეები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ფიზიკური ნაკლებობის გამო, რომ ვერც კი იფიქრებთ, რომ ეს ბავშვები სხვისი შვილებია და არ უნდა დაიღალო, რომ არ უნდა დაიტვირთო. აი ამას მე ვერ ვგრძნობ. აი დიდი სიყვარული თვითონ ბავშვებისგანაც საოცრება ეგ არის, რომ თვითონ ბავშვებისგანაც იგივე რეაქციას ვღებულობ და ალბათ ეს მაძლევს იმ ძალას, რომ მე ამ ბავშვებთან ამ ყველაფერს ვუძლებ. ქალბატონი დალი ძალიან ყურადღებიანია ყოველი ბავშვის მიმართ და აი თავიდან მოსვლიდანვე ალბათ 1-2 კვირაში ჩვენი შვილების ხასიათი, ამათი დადებითი უარყოფითი მხარეები ისე უცებ შეისწავლა ქალმა. ყველა ბავშვს აი სათანადო მიდგომით, აი როგორც თვითონ პედაგოგია და გამოცდილებაც აქვს, რა თქმა უნდა, აი როგორც თვლის საჭიროთ ისე უდგება თითოეულ ბავშვს. მე მაგალითად ძალიან ბევრი რამე თვითონ ჩემ შვილთან ურთიერთობაში დალის მაგალითით ვისწავლე. ბავშვებიც ერთმანეთთან ურთიერთობას სწავლობენ, აი მაგას ასწავლის დალი, რომ ის რაღაც ის ფიზიკური ნაკლი, რაც ყოველ ბავშვს გააჩნია, ეს არაფერი არ არის, ესენი სრულფასოვანი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ერთმანეთზე ზრუნვას ასწავლენ. ეს რა თქმა უნდა ძალიან ძნელია ყველა მშობლისთვის, მაგრამ ეს ბავშვები იმდენად ავსებენ ერთმანეთს, იმდენად უვლიან, უფრთხილდებიან ერთმანეთის მიმართ იმხელა სიხარულს და სიყვარულს გამოხატავენ, რომ აი მშობლებიც კი დავმეგობრდით. მე თვითონაც პედაგოგი ვარ. მე მაგალითად მეორე სხვა სოფელში მიწევს სამსახური, გავდივარ ხოლმე ხან 12-ზე გავდივარ, ხან მიღამდება იქ სკოლაში ბავშვები სკოლას ამთავრებენ, მე მოდიან 2 სოფლის იქით არის ჩემი სამსახური და დაწყნარებული ვარ, რომ ვიცი რომ ბავშვი საღამომდე საიმედო ხელშია. ნუ ხა სოციალურად დაუცველი ვარ, ხან გვაქვს რაღაც, ხან არა გვაქვს. ბავშვს ხა საკვებით შეიძლება ძალიან სირცხვილი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ იქ რომ ბავშვი იკვებება და აი ამ ბავშვის ჭამის პრობლემაც რო გარკვეულწილად მე ის დღეები მოცილებული მაქვს, მე ცოტა ამოვისუნთქებ ხოლმე, ეგაც ხო სათქმელი. ხა ვისაც ბევრი აქვს იმისთვის შეიძლება არაფერი, მაგრამ აი ჩემთვის მაგალითად მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიცი რომ ის გინდათ სახში არაფერი არ ამქონდეს, ბავშვი მთელი დღის განმავლობაში იქ დაპურებული იქნება. მე აკეთებს რაღაც გადასარევად ხატავს კიდეც.
და დალის შეუძლია დაათვალიეროს ყველა სურათზე ელაპარაკოს უირა კარგია. ნუ ეხლა მეც კი ახლა გადავხედავ ესე ზერელეთ, მაგრამ იმას სხვანაირად შეუძლია რომ უკირკიტოს, იმიტომ რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია, დალი. ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან. ყველა არ იძახიან მეორე დედას ბავშვები და ჩვენ მშობლებიც ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩემი სამარშრუტო ავტობუსით მთხოვეს ერთ დღეს, ორ დღეს და ჩავერთე ამ სისტემაში, ბავშვებს სკოლა გაუხსნეს. სიამოვნებით დავთანხმდი და აქედან გამომდინარე ანაზღაურება მექნებოდა თუ არ მექნებოდა არ ვფიქრობდი მაგაზე მართლაც და ყოველ დილას მივდივარ, ყველა სახლებში ვაღვიძებ, ხან ზოგს ძინავს, ზოგს როგორ მშობელი ხდება, აი დღეს ვერ მოდის, აი ხვალ წამოვა, აი ესე, ანუ მე მაინც მივდივარ ყველას ოჯახში, მომყავს ბავშვები, დათოძია და იმ დონეზე ვარ უკვე მიჩვეული ამ ბავშვებს, რომ მართლაც თუ ერთი დღე და ორი დღე ან შაბათი და კვირა თუ არ დადიან სკოლაში, ნამდვილად მირეკავენ ბავშვები, მე ურეკავ როგორ ახარშვილო. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, თითქოს უკვე დამკვიდრდა ის, რომ ვეღარ ამომიღია ეს ბავშვები თავიდან და ან ამათზე ბედნიერება რა უნდა იყოს, რომ ამხელა, რა ვიცი, სიკეთეს ვაკეთებ. ნინო ვეხები და საძები აქედან გამომდინარე მომყავს ყოველდღილა დალი ხდება ჭიშკართან შეყავს რა ვიცი შველი ვეხმარები შეყვანას მე ვრუნდები და აქედან საღამოთი ისე უბრუნდები სამუშაოს 5:30-ზე მიმყავს სახლებში თავიანთ მშობლებთან ამაზე ბედნიერება მართლაც რა უნდა იყოს რომ ამნაირ ბავშვებს არ მოემსახურო და ამნაირ ბავშვებს არ გამოვადგე ჩემი ცხოვრების მანძილზე არც ანაზღაურებაზე მიფიქრი არც არავის უთქვია და არც შემოუთავაზებია მაგრამ მე მთელი წელიწადი ჩემი მალალი კაცობით და იმ ამათი შემხედვარე დავდივარ და ვეხმარები ილია, მოდი ახლა ყურადღებით ახლა მოდი ახლა გითხრას ლექსი ნინო, აბა მოგვიწევი ახლა ლექსი რომელია? შენ თვალები გაახილა, იჩინა და იჩინა, ვეზე ია შეანჩნი, ია თვალემ ჩიჩი, ნაკაჯოლიც მოიველის თარამკარა ენაზე, ჩიტონებიც აქ ჭიკნე, ტყის სამონენაზე. რა ქვია ციცილების დედას? კრუღი. დასწრებაზე გვაქვს გაკვეთილი. აცი ხელი და ისე გამოვცეთ პასუხი. შემდეგ აბა ყურადღებით ყველა მისმინეთ. აღვადგინოთ წინადადება, რომელსაც შეგვიძლია. მე არ მისმენდები ხო, ლუკა. შემდეგ ასეთი შეკითხვა. ვინ მიდიოდა აღარ უყოფ დედიასთან კალათი? წითელ კუდას.
ჩვენი სახლის ძირითადი შემოსავალი არის ქველმოქმედება და ვინაიდან აქ ყველა მასწავლებელი თუ მძღოლი მუშაობდა უხელფასოდ გადავწყვიტე რომ მთელი ჩემი ენერგია გადმომიტანა ამ ბავშვებისთვის, იმიტომ რომ რაიონებში უფრო მეტად ჭირს ვიდრე ქალაქში. ქალაქში ბავშვები მაინც უფრო გათვითცნობიერებული არიან, იციან ზოოპარკი, იციან კინო, იციან ფილმი და აქ ამ ბავშვებს არაფერი არ აქვს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ დალის, იმიტომ რომ მან ეს სახლი დაგვითმო თვითონ თავადაც არის ფსიქოლოგი და მის შემდეგ რაც აქ ბავშვები დადიან, ბავშვებმა ესწავლეს წერა, კითხვა, არიან უფრო თბილი ერთმანეთის მიმართ. ძირითადი ჩვენი შემოსავალი, რადგან ქველმოქმედება არის, ვცდილობ რომ თბილისში, ანუ რაღაც ღონისძიება ჩავატარო, ბავშვები მყავდა ჩამოყვანილი კონცერტზე, მყავდა სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებზე, სიღნაღში გავაკეთეთ და ეს მინიმალური რაც შემოდის, რაც ყოფნის კვირიდან კვირამდე საკვებში. ყველა ისეთ მომენტში შესაძაც არის ხოლმე რაღაც დღესასწაული და არაფერი არ გვაქვს და უცებ ღვთისმებით არ ვიცით საიდან ვიღაცა რაღაცას გვაჩუქებს, ვიღაცა რაღაცას მოიტანს და ყოველთვის ანუ არ არსებობს დღესასწაული რომ ამ ბავშვებს არ ენახოთ, არ არსებობს ყოველთვის. ჩვენ ყველაფერს ყოველთვის ვახერხებთ ხოლმე ისე რომ ლამაზად, ფივად, ტკბილად და ყველა აიმით გახარებული ვართ და ჩვენ უბრალოდ კიდე ერთხელ ძალიან დიდ მადლობას მოვუხდით ქალბატონ დალის, რომ მოგცა იმის შესაძლებლობა რომ აი ამდენი ბავშვების გული გაგვეხარებინა. ვარ სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. მყავს 3 შვილი. მაგენ 2 მყავს უნარ შეზღუდული. და ესენი დადიან დღის ცენტრში დალის მასწავლებელთან. ძალიან მაყოფილი ვარ რომ ეს დღის ცენტრი გაიხსნა. ბავშვები დადიან აქ, ერთობიან დღის განმავლობაში. აქვთ ბავშვებთან ურთიერთობა, მასწავლებლებთან ურთიერთობა, რა ვიცი უტარდება სხვადასხვა გაკვეთილები სწავლობენ. და რა ვიცი ძალიან მაყოფილი ვარ რომ ასე დღის ცენტრი გაიხსნა და ეს ბავშვები ცოტა განიტვირთებიან და მოდიან აქ და ერთობიან. ნამდვილად ყველას არ შეუძლია. ძალიან თბილად ექცევა ამ ბავშვებს ყველანაირად. ვცდილობს ყველა ასიებნოს და ყველა კმაყოფილი დარჩეს. ძალიან უყვართ ამათაც დალი მასწავლებელი. ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანია რომ ასეთ ქველმოქმედებას ეწევა და ამდენ ბავშვს ასეთ სიხარულს ანიჭებს. მარტო ჩემს შვილებს კი არა, სხვა დანარჩენ ყველა ასეთ ბავშვებს იცეკდადიან. Rugi vascala oješe barbadara Rukas odevi bexinada Yerga izarde gospodi karau Kirchevda dar cheshinada Amina Sami wane haine Azagi wana rashe Yerga izarde gospodi karau Kirchevda dar cheshinada Sami wane haine Azagi wana rashe Yerga izarde gospodi karau Kirchevda ქალბატონმა დალი უანგაროდ დაუთმო ეს სახლი, თუ კი რამეს ხედავთ, ყველაფერი მისცა მათ. ამ ბავშვებიდან იმხელა სითბოს ვღებულობთ, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ იგივე არ გავცეთ მათ ჩვენი მხრიდან. ამათთვის ეს სახლი იგივე მშობლიური კერა გახდა. რომ მკითხოთ თვითოულ ბავშვს, აქედან წასვლა აღარ უნდათ, იმხელა სითბოს გრძნობინათ. ყველა ბავშვი მეტნაკლებად კარგად ხველის, მაგრამ აქედან შემიძლია გამოვარჩიო მარიამი. სიტყვებს შეიძლება ზუსტად ვერ გამოხატავს იმ ტექსტს, მაგრამ ნებისმიერ მელოდიას მღერის მარიამი. ასევე ნინო უკრავს ფანდურზე, პიანინოზე და მღერის. მაგრამ პრინციპში ყველა ბავშვი ძალიან კარგად მღერს. ჩვენ ვინც აქ მუშაობთ, უანგაროდ ვემსახურებით ქალბატონ დალისთან ერთად, უანგაროდ ვემსახურებით ამ ბავშვებს. ყოველდღიურად ვუყურებ დალი მასწავლებელს, თუ როგორი დიდი სიყვარულით ექცევა ამ ბავშვებს, როგორი სიყვარულით იღებს და მერე აცილებს. მოდი ახლა შევასრულოთ ბავშვებმა მარტივი არითმეტიკული მოქმედებები. კარგით? ყველა მომისმინეთ ყურადღებით.
აბა ხუთს მივუმატოთ 5-ში, ვინმე ტყვის 10. თუ რამოდენიმე ხნის წინ ქალბატონმა დალიმ შემომთავაზა აქ მათემატიკის პედაგოგად მუშაობა. ამ წინადადებამ ძალიან გამახარა, რადგან ესეთ ბავშვებთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. როდესაც ეს ქალბატონი გავიცანი, აღფრთოვანდი მისი თვისებებით. იმდენად დადებითი ენერგია მოდის ამ ქალბატონიდან, თუ რომ იმდენად კარგად უვლის ამ ბავშვებს, რომ ეს ყველაფერი ჩვენზეც გადმოდის. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაწესებულება მთლიანად ქველმოქმედებაზეა, ქალბატონი დალი ცდილობს, რომ თუნდაც საკვებიდან მორჩენილი თანხით ამ ბავშვებს გაუკეთოს სხვადასხვა საჩუქრები, ექსკურსიები იქნება, ეს თუ ღონისძიებები და იმდენად დიდი შემოქმედია და დიდ ქველმოქმედებას ეწევა, რომ ეს ენერგია ჩვენზეც გადმოვიდა და ყველანი როგორც ბავშვებს უვლის, ისევე ჩვენც არ გვაკლებს მზრუნველობას. ქალბატონი დალი ამ სახლში ცხოვრობს, როდესაც ბავშვები სახლში ბრუნდებიან, იგი იწყებს დალაგებას, რომ მეორე დღისთვის ბავშვებს შესაბამისი გარემო შეუქმნას და იმდენად დიდი ქველმოქმედია, რომ ამ საქმეში ჩვენც აგვიყოლია და ჩვენც დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ. ქალბატონ დალის სახლში მზარეულად მუშაობ. ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი ბავშვების მოვლით, შეხედვით. სანამ დილით ადრე ბავშვები მოდიან, ქალბატონი დალი წავა ბაზარში, ყიდულობს ყველანაირ პროდუქტს, ბავშვებს ხილი უნდათ, პროდუქტი უნდათ, ყველანაირი ნატურალური ხილი, წვენები, თუ კი რამე კარგია, ახალ შეარჩევს და წამოგვიღებს ხოლმე სამზარეულოში, გავაკეთოთ ნორმალური და კარგი პროდუქტი. ბავშვებს ვეკითხებით, რანაირი საკვები უნდათ, მშრალი, სველი, დიეტური, თუ დიეტურს უკეთებთ ყველაფერს, მაგრამ გვინდა რომ უფრო რაც მეტი ნატურალური პროდუქტია, ის გავუმზადოთ ბავშვებს და ნასიამოვნები გვჩებიან. ჩვენ მოხარული ვართ ამ ბავშვების მოვლითა და ამათი მზრუნველობით. გამიდი გეუწყობს ქალბატონო. ათილარის არის. ქალბატონი დალი იმდენს ზრუნავს რომ ბავშვებზე კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ მიდის ბაზარში. მოაქვს ყველანაირი ხილი, ყველანაირი პროდუქტი. რაც შეიძლება მეტი გახალისება გქონდეთ ამ ბავშვებსა და მეტი ურთიერთობა ერთმანეთში ურთიერთობა რო აქვთ და ესენი დამოუკიდებლად რო კარჩაკეტილ ცხოვრებას იყვნენ სახლში, ერთმანეთი გაიცნეს, უფრო მეტი კარგი სიხარული და სიხალისე შემოაქვთ ამ ბავშვებს. და ჩვენც რო ვეხმარებით, დიდი წვლილია ჩვენთვის, რომ მოხარული ვართ, რომ ვეხმარებით ქალბატონ დალის და კმაყოფილები ვართ ჩვენ ამ ბავშვების მოვლით ნამდვილად. და სახლში როცა უკვე ბრუნდებიან ბავშვები, მთელი ოჯახი თვითონ დალი თვითონვე ზრუნავს, რომ კომფორტი შეუქმნას ამ ბავშვებს. ისევ დალაგება, ისევ დარეცხვა, მეორე დღისათვინ უფრო მზრუნველობა და სიხალისე შემატოს. ყველანაირად ეცდება, რომ მეორე დღეს გახალისებული ბავშვები რომ მოიდნენ და ისევ დიდი სიხალისე გქონდეთ ერთმანეთში. აი სწორედ ეგ არის ძირითადი მიზეზი, რომ დღეს აი ამ 21 ბავშვთან თუ შეიძლება ითქვას ცარიელი ხელებით დავიწყეთ ყოველგვარი დახმარების გარეშე და დღეისათვის უკვე ფაქტიურად ის რაც უნდა გქონდეს ამ ბავშვებისთვის ეს ინვენტარი, სამეცადინო ინვენტარი თუ მოწყობილობა ის ყველაფერი კი ღმერთის წყალობით გაგვაჩნია. ნაწილობრივი ჰუმანიტარული დახმარების სახითაც კეთილინების ადამიანებისგან გვაქვს და აი დამიჯერეთ რომ ვერც კი ვგზნობთ რომ ზოგჯერ იქნებ დღეს რა გავაკეთოთ არ ვიცით. მაგრამ მაინც დიდი სიხარულით ვაკეთებთ ამას ყველაფერს. იმიტომ რომ ვიცით რომ ეს ძალიან დიდი სინათლე, ძალიან დიდი სითბო აღმოჩნდა ამ ბავშვებისთვის. აი ამიტომ რომ ჩვენ დღეს ასეთ დიდ ქველმოქმედებას და დიდ სიხარულის ფონზე ამ ბავშვებისთვის დიდ ბედნიერებას ვქმნით, დამერწმუნეთ ჩემს დაღლას, ვერც ავგრძნობ. დიდი სიხარული აი ამ მშობლებისთვის, მათ სახეებს რო ხედავთ ამ ბავშვებისთვისაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ არა უჯეს
მე მიხარიან რომ აი ეს საქმე მოვიფიქრე თუ შეიძლება ასე ითქვას ეს საქმეს რომ ჩაუყარეთ საფუძველი და დღეისათვის რომ ეს ბავშვები როგორც სრულყოფილ სკოლაში დადიოდნენ აი ასე რომ გრძნობენ თავს მერე უკვე 2 წელია, რაც ეს ბავშვები არიან უკვე ჩემთან, მაგრამ ისე უცბად გავიდა ეს 2 წელი. ზოგჯერ რომ დავფიქრდები, ასე მგონია რაღაც რამოდენიმე დღეა, რაც ეს ბავშვები გვყავს. რატო? რაღაცა სიხალისე, რაღაცა სითბო. მათგან მოდის ჩვენს მიმართ ისეთი, რომ ჩვენ ვალდებული ვართ უფრო ათმაგად გავიყოთ და უკვე თავსაც კი ვალდებულად ვთვლი, რომ ამ ბავშვებს არ ვუღალატო არასოდეს. ძალიან თბილები არიან, რამდენადაც შაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, თურმე მათში ძალიან დიდი რაოდენობით სითბო აკუმულირებულა თურმე. და თქვენ წარმოიდგინეთ, რა დიდ სითბოს ამჟღავნებენ ესენი თითოეული ერთმანეთის მე და თვითონ ჩვენს მიმართად. ამიტომ ალბათ ვერასოდეს ვერ შევძლებ ამ ბავშვების მიტოვებას, სიცოცხლის და უფლებისნება თუ ჯანმრთელობამ შემიწყო ხელი. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოცნება, ჩემი ფიქრი ასრულდა და 4 სოფლის აი ასეთი ჯანმრთელობის მქონე ბავშვების თავმოყრა შერძელი მოვიყვანე, თუმცა ჯერ ესინი 21-ია, თუმცა ბევრნიც არიან და ნახოთ, როგორი შესაძლებლობა გვექნება. სურვილი რა თქმა უნდა დიდი მაქვს, რომ 21 ალბათ 2 ჯერ და 3 ჯერ გავზარდო.